დღეს გავიხსენებთ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ტაძარს, ბედიის სამონასტრო კომპლექსს. არსებობენ ციხე-ტაძრები, რომელთაც დროის გარკვეულ ეტაპზე უდიდესი წვლილი შეუტანიათ ერის ისტორიაში. წარსულის ნანგრევები კი დღემდე მათ დაცემასა თუ ამაღლებაზე ღაღადებენ. სწორედ ამგვარია ბედიის მონასტერი, რადგან მისი საკრალური ბედი საქართველოს მარადიული ბედის ანარეკლია. ქართული ხუროთმოძღვრების უდიდესი ძეგლი ბედიის მონასტერი საქართველოს ულამაზეს მხარეში, უჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით ბედიის სამონასტრო კომპლექსი მე-10 საუკუნის მიწურულს დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამე ბაგრატიონმა ააგო. მატიანე ქართლისაი ბაგრატ მეფეზე მოგვითხრობს. დიდმა მეფემან აღაშენა ტაძარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ. შეწირნა სოფელნი მრავალი ყოველთა ხევთა ადგილთა განგებითა, შეამკო ყოველი სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი, უკეთუ ვისმე ენებოს განცდა და გულისხმის ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა. პირველად განადიდი სამკაული ბედიის ეკლესიისა და მისგან გულისხმა ხოს, რომელ არავინ ყოფილარ სხვა მეფე მსგავსი ქვეყანისა, ქართლისა და აფხაზეთისასა. ასეთი ხოტბა გელათის ტაძრის შემდეგ არც ერთ სხვა ხუროთმოძღვრულ ძეგლს არ ღირსებია. ბედიის სამონასტრო კომპლექსი აგებულია მაღალი მთის თხემზე, ვაკე ადგილას. მის მთავარ ნაგებობას ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი წარმოადგენს. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიის მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე და სამრეკლოს ნანგრევები. მას გარს ერტყა გალავანი, ხოლო ტაძარი სამი მხრიდან შვეული კლდეებითაა შემოზღუდული. ბედიის ტაძრის ფრესკებზე ამოკვეთილი იყო ძველი ქართული წარწერები და მოხატულობანი. ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში, ფრესკებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილია ქართული ასომთავრულით შესრულებული ლაპიდარული წარწერები. მათ შორის სრული სახით 11 წარწერა იკითხება, დანარჩენი კი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტაძრის კედელს ამშვენებდა თვით ბაგრატ მეფის პორტრეტი, ეკლესიის მოდელით ხელში. ეს ფრესკა დღეს განადგურებულია. ბედიის ტაძრიდან შემორჩენილი უდიდესი საგანძურია ბედიის ბარძიმი, ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში, რომელიც შესრულებულია მე-11 საუკუნეების მიჯნაზე. ჩვენამდე ბარძიმის მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია. იგი დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ წმინდანებია გამოსახული, რომელთა შუაში ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს ღვთისმშობელი ღრმით ხელში. ბარძიმის ზედა ნაწილს ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა მიჰყვება, რომელიც გვამცნობს, რომ ბაგრატ მეფე და დედამისი გურანდუხტი ბარძიმს წირავენ მათ მიერ აშენებულ ბედიის ტაძარს. ბარძიმი 999 წლით თარიღდება. ბარძიმს ჰქონდა ოქროს ფეხი, რომელზეც ქართული ასომთავრული წარწერა იყო ამოტვიფრული. მე-16 საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით ბარძიმის ოქროს ფეხი აღუდგენიათ. მე-19 საუკუნის ბოლოს კი იგი დაკარგულა, ხოლო თვით ბარძიმი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მე-16 საუკუნეში ბედიაში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა გაიშალა. განახლდა ტაძარი. ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით მოიჭედა ლაქერნის ღვთისმშობლის ხატი. გადაიწერა ბედიის გულანი. ბედიის გულანი ორიგინალური საეკლესიო კრებულია, რომელშიც თავმოყრილია სახარება, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, საგალობლები, მარხვანი, ფსალმუნი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები. გულანი უზარმაზარი კრებულია. მისი შეძენა დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია მონასტრებს ხელმწიფებოდათ. ბედია არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური აზროვნების, არამედ ქართული დამწერლობისა და კულტურის სავანედ ითვლებოდა. ბედიის ტაძარი ცნობილი იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკით. მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ შექმნა შესანიშნავი წიგნსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის ახალი წიგნებით შევსება. ისტორიული წყაროების მიხედვით ბედიის ტაძარში დაცული ყოფილა ქრისტეს ეკლეს გვირგვინი და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ასევე მარიამ ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც მე-10 საუკუნეში საბერძნეთიდან ბაგრატ მეფის მეუღლეს ჩამოუტანია.
ტაოში გარდაცვლილი ბაგრატ მეფე ანდერძის თანახმად ბედიაში წაასვენეს და ტაძრის შუაგულში, გუმბად ქვეშ დაკრძალეს. აქვე განისვენებენ მისი ძე გიორგი და დედა გურანდუხტი. სახელი ბედია 2300 წლის წინ გაჩნდა და ეგრის ქალაქს ბედია ეწოდა. ეს სახელი ჯერ კიდევ ქუჯის პირით ღმერთმა უბოძა საქართველოს და ღვთიური მისია მიანიჭა. ეს მისია კი მას დღემდე ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ამჟამად თითქმის დანგრეულია, ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ტაძრის ნანგრევები დღემდე მდუმარედ ელოდება ქართველებს. აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ მეფის საფლავზე ქვეყნის ერთიანობისთვის სალოცავად. ქართულ სიტყვას და ქართულ წირვალოცვას ელოდება საბედიანო. ქართულმა საგალობლებმა უნდა გაათბოს ტაძრის გაყინული კედლები, რადგან ბედია არ არის მხოლოდ ტოპონიმი და არც მეფეთა სატახტოს აღმნიშვნელი სიტყვა გახლავთ. იგი ზოგადი ცნებაა კოლხთა და იბერთა ერთიანობისა, ერთობლივი ბრძოლისა, საკუთარი მეობისა და სახელმწიფოს გადასარჩენად.